დეკემბერი. დასავლეთ საქართველო. წალენჯიხის რაიონი. ქვეყანა ჯერ კიდევ გონს მოდის სამოქალაქო ომისა და სრული ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ. სოფელ ლის სამი მცხოვრებისთვის ერთადერთი პრიორიტეტი გადარჩენაა. გარეთ ყინოა, თოვლი დიდია. ისინი კი უგზო-უკლოდ არიან ტყეში დაკარგულები. ისინი შეშას ეძებდნენ, თუმცა სასწაულს წააწყდნენ. პატარა მინდორზე თოვლი გამქრალიყო, მიწას კი ორთქლიას დიოდა. პირდაპირ ტალახში ორი პატარა ლითონის ცილინდრი იდო. ისინი უბრალოდ თვილი კი არა, ცხელი იყო. 90-იანების საქართველოში უფასო ენერგია არ არსებობდა. ამ კაცებისთვის ეს კონტეინერები ღვთისსაჩუქარი იყო. მათ საფრთხე ვერ დაინახეს უხილავი ნაწილაკები, რომლებიც სინათლის სიჩქარით ანადგურებდნენ მათ დნმ-ს. მათ ის გააკეთეს, რასაც ნებისმიერი გააკეთებდა გადასარჩენად. კონტეინერები ბანაკში მიიტანეს. ზურგით თბილ ლითონს მიეყრდნენ და დაიძინეს. რა იყო ეს ნივთები? ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირმა 1000-ობით RTG, რადიოიზოტოპური თერმოელექტრული გენერატორი შექმნა. ეს იყო ერთგვარი ბირთვული ელემენტები, რომლებიც შორეული შუქურებისა და რადიოსადგურების ენერგიით უზრუნველსაყოფად გამოიყენებოდა იქ, სადაც ადამიანი ვერ იცხოვრებდა. სტრონციუმ 90 ძვლის მაძიებელია. თუ ის გარემოში მოხვდება, თქვენი სხეული მას კალციუმში ურევს და ჩონჩხში ინახავს. თუმცა გარედანაც კი რადიაცია იმდენად ინტენსიურია, რომ იწვევს რადიაციულ დამწრობას. კანი პირდაპირ დნება, რადგან უჯრედები აღდგენის უნარს კარგავენ. ობოლი წყაროების სასაფლაო. მაგრამ არის რაღაც, რაც საზოგადოებამ არ იცოდა. ლიილის ტყეკაფავები პირველები არ იყვნენ. 1990-დან 2005 წლამდე საქართველო რადიოაქტიური სასაფლაოდ იყო ქცეული. საბჭოთა არმიის გასვლისას მათ ნაგავი თან არ წაუღიათ. მათ 300-ზე მეტი ობოლი რადიაციული წყარო დატოვეს. 1997 წელს ლილოს სასწავლო ცენტრში 11 ჯასკაც საშინელი დამწრობები აღმოაჩნდა. მიზეზი? ისინი იძინებდნენ კაზარმაში, რომლის იატაკის ქვეშაც რადიოაქტიური წყაროები იყო დამარხული. Были созданы большое количество ритегов, которые на десятки лет обеспечивали электричеством вот эти вот навигационные знаки и вестники. Тогда это считалось нормальным. Держит достаточно высокую температуру на протяжении долгого времени. Это термоэлектрическая полупроводниковая батарея, которая преобразовывает тепловую энергию в электрическую. Ну и, собственно, все, и корпус ритега. საქართველოს მთავრობას ამასთან გამკლავება მარტო არ შეეძლო. დაიწყო საიდუმლო საერთაშორისო ნადირობა. ქვეყანაში ჩამოვიდა IAEA, ატომური ენერგიის საერთაშორისო აგენტობა, მსოფლიო ბირთვული პოლიცია. რთული რელიეფისა და დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო მათ ბირთვული მასალების ძებნა მთებში ცხენებით და გეიგერის მთვლელებით მოუწიათ. You're in a radiation field. This is a radioactive source. It contains cesium-137, a powerful emitter of radiation. Prolonged exposure to it can cause injury or death. Summer 2006, a new campaign to detect lost sources in Georgia. Right here. Leketi village in the country's bolts next to a family bedroom complex. A powerful source is found in a poverty after the breakup of the Soviet Union, a legacy of its. But looking for them in this rugged country is as challenging. Nevertheless, since the mid-1990s, სახიფათო ოპერაცია. ლის კონტეინერების ამოღება 2002 წელს IAEA-ს ისტორიაში ერთ-ერთი სახიფათო ოპერაცია იყო. რადიაციის დონე იმდენფათი იყო, რომ ადამიანს კონტეინერთან მხოლოდ 2 წულით შეეძლო გაჩერება. ამ დროში ის წლიურ დასაშვებ ნორმას იღებდა. მათ ააგეს სპეციალური ტყვიად შეფუთული მანქანა და გამოიყენეს დისტანციური მართვით რობოტული მკლავები. მათ იცოდნენ, რომ ერთი ფეხის დაწურვა ან კონტეინერის დადგმა ენგურჰესის მთელ წყალსაწავს დააბინძურებდა. საბოლოოდ კონტეინერები გააუნებუკველდნეს.
ერთ-ერთი ტყეკაფავეს 899 დღიანი აგონიის შემდეგ სავადმყოფოში გარდაიცვალა. დანარჩენებს კი სამუდამო ნაშრობები დარჩათ. რატომ ვარ საუბრობთ ამაზე? იმიტომ რომ 90-იანების საქართველოს სავსე იყო მუფრო ხმაური ტრაგედიებით, ომებით, პურის რიგებით და გადატრიალებებით. ჩუმად მწვალი ცეცხლი ტყეში უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე იყო გადარჩენაზე მებრძი ქვეყანაში. დღეს წყაროების უმრავლესობა ნაპოვნია, თუმცა არა ყველა. კავკასიის ღრმა დღეებში სადღაც შესაძლოა კვლავ არსებობდეს თბილი ადგილი თოვლში. სასწაული, რომელიც მზად არის მოსახდენად, ან კოშმარი, რომელიც თავის პოვნას ელოდება. თუ დაგაინტერესათ საქართველოს ისტორიის ამ დამალულმა ნაწილმა, გამოიწერეთ არხი. ისენ